მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით კახეთის ვლოგით. დაახლოებით 2 საათია რაც ჩამოვედით. ეხლა არის 7 საათი. მზე ჩადის ნელ-ნელა ასე გამოიყურება ჩემი ეზო. მერისთვის მემზადები თუ იცით. უნდა ჩავწერო ვარჯიშის ვიდეო. ვინც არ ნახეთ, YouTube-ზე დავიწყე ახალი ჩელენჯი, რომელზეც გესაუბრებოდით, რომ თქვენთვის რაღაცა სიურპრიზი მაქვს თქო და 75 დღის მანძილზე ჩაგიწერთ ვიდეოებს, რომლის საშუალებითაც ივარჯიშებთ ჩემთან ერთად. ყოველ დღე დაიდება ერთი ვიდეო. უკვე 4 ვიდეო მაქვს ატვირთული, ეხლა უნდა გადავიღოს შემდეგი, ამიტომ ვისაც არ გინახავთ ეს ჩელენჯი აუცილებლად ნახეთ და შემოგვიერთდეთ. აქ მაქვს შტატივი, აი რატო არის საჭირო. სოფელშიც მქონდეს შტატივი. ეხლა უნდა მოვძებნო ადგილი, სადაც ამ ვიდეოებს გადავიღებ, აი სადაც კარგად დამინახავთ და არაფერი პრობლემა არ იქნება. მე მგონი აქ კარგად დამინახავთ, მაგრამ აი პირდაპირ მზეში რომ დავდგე, რამდენად კარგი იდეაა. არ ვიცი, მოდი ხა ქვემოთ ჩავალ და ვნახავ რამე აი ადგილი თუ არის. მე მგონი ეს ადგილი ჯობია, ამას გავწევ. ამ სკამსაც გავწევ და უკან ნახეთ რა ლამაზი ფონი გვექნება. იმ ადგილს მირჩევნია, იმიტომ რომ აქ ჩრდილიც არის, ძალიან არ გაუფლიანდები ვარჯიშის დროს და ძალიან არ მოგკვდები და თან ბევრად უფრო კომფორტული იქნება, ხედიც უფრო ლამაზი გვექნება, მოკლედ ეს ადგილი ჯობია. უნდა მოვკლას ახლა. ისე ჩაეცი და უნდა მოვკლას. შავი. ზეავათე. Какие пучами таскать? Мама сакет дакор габо. Чего перса? Мади. Мама забази хватает. Акво. Ага. Აბა TikTok-ში მეც ვარ უკვე. მეგობრებო, ბუფსიკა შემოგვიერთდა. სამუცხეში ვარ მე. რაცვალოთ მე ჩემი დოდუელი. მოემზადე, აბა უნდა გაქაჩო ხა ეს. დონო შემდა გაქაჩო თქო. უნდა გაქაჩო. შენ დონაის მოუყურე. მეც ვაბაჯიშეთ მეც. რაცვალოთ მე ჩემი. ერთი კიდენ დახat გვანცა იქიდან ასე და სამკუთხედი იქნება ლამაზი. რაშები ხოყები. Kes სიყვარულს ენაცალოს ბაბო. და ბედნიერია. პირველ თვეში იყო. ჯამერ გავიდა ეს ერთი. ეს. დენახტიარი ხლებ ეს ყვახი გაზახე. ჩამაჯირე საკანა ბუკეტი ვიდა დაისვენეთ ახლა მე ხო შეიძლება. ეს არის ხლებ ეს ხაი ეს. რა დავდო ციდაყვები რო არ გეტკინოს. დასაფერი არა გაქვს. ეგ ახლა კაზარი გვერდთვალ და მისარი მოწვენდია. იანი ეს მიატაკი. არა, მინდა დაბო არა უშო გავფერცხავ, გავრეცხავ. მიდი. აბა თავი არა. აი ეს წაიდი ქვემოთ და საერთოდ ქვემოთ. დეტაბეთ შემეძროს ბავშვი. ადიან და ბოშები რო გამოდის კუჩარი. და გულებს უხატავენ ხათუნა გონია. შუგარო! სანდასაბანები. არა უშო. ატასები არის სუდად და ეკას ვერ უკავშირდებიან. პატას ბები არ ცუდა. არ უნდა გავჩუდე. ერთი. ბაბო ბაჩუებე გვაცა. და ჩასვლა არის რთული. ამიტომ თუ გინდა ეს გააკეთა ჩასვლის გაი. იქი ვერ ხედავ ჩემი შვილი რო არიქა გოგო. რა მინდოდა ხო ვიყავი ჩემთვის ჭკვიანად გიყურებდი როგორ დაიტაჯებოდი. მე რა ვიცი. რა სამტეხი მე ვარჯიშები მეთქი. ბაყაყური ეგება. ამას დააწერე ბაყაყური. მომიწეს კი. აი მასე ბაყაყები მასე იციანე მასე. წავიდა ჰე. ტრაფიტე. ეს? ბატონები რომ ფრაც გიგი კომენტა არიდები ხო. აკეთებს პატა და აკეთებსალა. ის გოუკეთა და რაღაცა ეკერბოიები აქვს თუ რაღაცა ისიც. ოშაგიძე მარტო გააგზავნა. სტატიკა იქნება ახლა. ხო, ეს ყველაზე სტატიკა. ხმაზე ვიცადი. როგორ არ მიყვარს.
თუ გაკაჩა არ დაიწყო იცოდე. გაკაჩო. რამდენიმე გააკეთო? 1 წუთი. Oh god. მიდი გაკეთო. გვაცა როგორ ბალიშიკო. აბა დონაისავით ყვებით ნები. აი გიჩებია. გასები ბემოგენას მალოს. აი და. ხენი იმედი მაქვს. ეს რა ჭაბე კი დავხარჯე. Let's go. ჩართე უკვე. ახლა თხები ხარ. ეს ახლა მასე თხებმა იცია. მე რა ფოტოები ზომერ ხტები. Guy. ეს მე გამოვა სცენარი და თუ შეიძლება მე მეტევი თადი. დედა ხასავეთ რა დაკვიტრისო. ის იყო ბაყური, ეს არის თხაური. სახელების დარქვევა მეც კარგად გამოდის. როცა გაყოფავ. მოურჩით მეგობრიებო ძლივს. დონარი იძახის. ბაბო. თქვენს მაგივრად მე დავიღალეო. ნათია შევიდა ეხლა შხაპის მისაღებად ველოდები რომ მეც ეგრევე შევქანდეთ ორ ეს სუჭუჭყიანი ვარ ამას უყურე. ეს ქალბატონი მე მგონია საშხაპეში თურმე ჯერ არც კი შესულა და ამასობაში მე კიდევ უფრო უარესი იდეა დამებადა და ვიკატავთ ველოსპედებით. მიდი ისქენი რა ქვია ჩაის ფეხსაცმელები მე მაცვია უკვე. მოკლედ მეგობრებო იმისთვის რომ გავიდეთ ველოსიპედებით და ვიკატაოთ საჭირო არის გასაღები რომლითაც მაქვს ჩაკეტილი ეს ველოსიპედები. ხო და ვერაფრით ვერ ვიპოვეთ ეს გასაღები ამოვედი ახლა მთელი ოთახი გადავანგრიე რასაც ქვია და გასაღებები ვერ ვიპოვე. მაგრამ ნახეთ რა ვიპოვე. ეს არის ჩემი ბავშვობის დღიურები. არ ვიცი აქამდე საერთოდ მიხსენებია თუ არა, მაგრამ მე ვაწარმოებდი ხოლმე დღიურებს. ეს ცოტა დიდი ვიყავი უკვე რომ მქონდა და აი ეს რომ მქონდა ძალიან პატარა ვიყავი 2009 წელი. არ ვიცი ახლა რამდენად კორექტული იქნება ამისი წაკითხვა. უბრალოდ თუ გაინტერესებთ, მართლა შემიძლია რომ წავიკითხო შემდეგ ბლოგში რა. აი თუ თქვენ გაქვთ ინტერესი, მე პრობლემა არ მაქვს რომ გაგიზიაროთ რას ვწერდი სიმართლე გითხრათ, ერთი სიტყვას არ მახსოვს. მაგრამ მაინც თუ და გაინტერესებთ, აუცილებლად ეხლავე დამიწერეთ კომენტარებში, მე რო არ დაგვავიწყდეს. და შემდეგ ბლოგში დავждები და წაგიკითხავთ, პაცია ხათო რას წერდა და რა როგორ ხდებოდა მის ცხოვრებაში. ეს არის ჩემი და ჩემი დაქალის საერთო დღიური. ამის წაკითხვას ვერ შეგპირდებით, იმიტომ რომ აქ მხოლოდ ჩემი დაწერილი არ არის რაღაცეები. ესეთი წესი გვქონდა მე და ჩემ დაქალს, რომ ერთ დღეს მე წამოვიღებდი ხოლმე სახლში და მე ვწერდი რაღაცეებს და მეორე დღეს მივიტანდი სკოლაში და ის წაიღებდა და ის წერდა რაღაცეებს. შესაბამისად აქ არის ორივეს ჩაწერილი რაღაცეები. არის ძალიან დაჩხაპნული, ბევრი რამე წაშლილია, მე არ გვინდოდა რომ ვინმეს გაეგო, გადავშალეთ, ამოვხიეთ, მოკლედ მთელი ამბები და ამას ვერ წაგიკითხავთ, იმიტომ რომ ჩემი დაქალის რაღაცეებიც წერია და არ მინდა ეხლა რომ დავარღვიო ეს კონფიდენციალურობა. აქ ასევე ვიპოვე მამაჩემის ნახატები. აი ესე თავისუფალ დროს, როდესაც მე ვწერდი ხოლმე დღიურს ან რაღაცას ვაკეთებდი, მომიჯდებოდა ხოლმე და ეს რაღაცებს უბრალოდ ხატავდა და აქ დაგხატა მე და გვანცა. გვანცალა და ხათო, ესე დააწერა. ესეთი ყვავილების ხატვა უყვარდა ძალიან. აქაც მე და ჩემი და დაგხატა გვანცო და ხათო აწერია. აქ არ ვიცი რა არის. ესეც მამაჩემის დახატულია. ეს არ მახსოვს რა არის. ზეიმი, სიტყვა მერი, მარი, ხათო ლექსი. აი ეს რაღაც ზეიმის დროინდელია. გამოვარდები, იცინი. არ გაჩუმდებით გესვრით, დირექტორი სკოლაშია? კი, მე ვარ დირექტორი, შენ საიდან მოხვედი, ვისი ბიჭი ხარ? დედიტოსი და მამიტოსი, ვაიმე ღმერთო. ეს მოდი მე არ წავიკითხავ, თქვენ შეგიძლიათ რომ წაიკითხოთ. ერთ-ერთ სპექტაკლში ვთამაშობდი სკოლაში და ეს იყო ჩემი სიტყვა. ხო და აი როდინდელი მაქვს შემორჩენილი. ნახეთ, ეს გვანცა მარიცის და უნდა ვაჩვენო, გვანცას თან უყურს ხოლმე ესეთი რაღაცები. გვან! ნახე რეები ვიპოვე. ჩვენ მეგობრებო ვისეირნეთ მე და ნათიამ ფოდანში ვიყავით ჩასულები და უკან ამოვედით და ამასვე შეკაიქიმით დაბრუნდა. საათ ნახევარი ვიარეთ, თან პლუს კიდე დღეს ხო ვივარ ჯიშეთ ჩვენ და ფეხები აყარ გვივარგა, მაგრამ გაიყო ძალიან. ეკაიქიმი დაავადების დღეზეც ყოფილა.
ხალბატონ დონარის დაუძინიაო ეხლა მე ცივი წყალი მინდან მინერალური დონარის ექნება ჩემი მოტანილი ნაბეღლავი ხო ეხლა დღეს დაულევდო ხო შეურსებ მარაკს როგორც ყოველთვის აქვს მოვიდა ბატონი შარვაძე უთამაშია ფეხბურთი და ამასაც არანაკლებს ტკივა ფეხები და ეხლა სამი მკვდარი ვეკიდებით ერთმანეთს გაჩენდა მეგობრებო, ჯერ გამოფხიზლებული ცარვალ აი ამ წამს გავიღვიძე და TikTok-ს ვქროლავდი რა ვიცექი. ხო და შემხვდა ვიდეო როგორ უნდა გავაკეთოთ სლაში. ხო და აი არ ვიცი ხა რა დამეტა გამდილა უთენია რასაც გვია, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მომინდა რომ ავდგე 8 საათია ხალხო. კი არა და 9:15 წუთი. ავდგე და სლაში გავაკეთო. აი ეს რედომ ძალიან მეძინება და მეთქი ხა გადაბრუნდები ისე დავიძინებ თქო, მაგრამ რაღაცა ვიდეო შემხვდა და წამომახტუნა ეგრევე. ვის გაუღვიძია? რა ხდება, მეგობრებო, ესე იგი ორი სხვადასხვა ხერხი არსებობს ახლა ჩვენ სლაში რომ გავაკეთოთ. მე ჯერ პირველ რიგში მაინტერესებს ბლენდერი. აი აქ. ეხლა მე რა უნდა გავაკეთო, იცი? სლაში. ხო. ეს მე დამიჭერი? იცოს. აი შენი. არა ისა სლაშისთვის ჭირდება დაჭრილი და მეც არ ვიცი ვიდეო შემხვდა და აი რაღაცნაირად ისე მაგრამ მომინდა გაკეთება რა მაგის გულისთვის ავდა კეფცები ბანანის გვაქვს? ბანანის არა ბანანის სლაში მე მგონი არ არსებობს ატმისას გავაკეთებ მოდი ნახეთ მეგობრებო რა ჩამოვიტანეთ თბილისიდან დედაჩემმა გამოგვიგზავნა ეს არის ნაპოლეონი და ეს ჩვენ თვითონ ვიყიდეთ გვანც აატყდა გინდა თუ არა მიყიდეო კრემი არის რა ხო და ისა აი ეს ნაპოლეონი ძალიან მიყვარს და სახში რომ ხედავდი ამ სამუშაო დღეებში როდესაც დარღვევის დღე არა მაგ ძალიან მინდოდა რომ შემეჭამა რა ხო და ეგ მაგასეთ დროს თავის კონტროლი მიჭირს ხოლმე კი ვაკონტროლებ მაინც არ ხელი არ დამეკარებია მაგრამ მაინც მიჭირს ხოლმე ხო და წამოუღე უკან მეთქი აღარ გამომიგზავნა თქო თუმცა დღეს კვირა ესე იგი აქ მაქვს მეგობრებო ეხლა მე 2 ცალი ატამი, ლიმონი და პიტნა. მაგრამ გავიგე რომ სახლში გქონიათ ამათ მარწყვი და ეხლა გავარკვევ კიდე აქვთ თუ არა, იმიტომ რომ ერთი სლაში გავაკეთოთ ატმის და ერთი გავაკეთოთ მარწყვის. ქალბატონები ყავას მიირთმევენ. აფეთი ბებო, გამოაყენე ჭიემაია პოლიციაში მიდივარ. რატო? უნდა გიჩივლოთ. რატო? ჩემი უფლებები დააღიეს ამ შუაღამისას. რა დღეში ყავით რა ამბავი ეგ. რა ზეიძახის? ეხა დილით რო გავაღვიძეთ? რაღა დილით 9 საათია 25. მარწყვი გაქვს კიდე მარწყვი მინდა. არა ბებო. სუ დააკამპოტე ხო? ბებო გაფუჭდებოდა გენაცვალა ბებოი. აბა ორშაბათი მოტანილი მარწყვი. მათივაში ეხა რა უქნა მე სლაშის გაკეთება მინდოდა. ეხა მე არ სადარწოვა საყიდლად. გავაკეთოთ მაშინ მარტო ატმის. გავრეცხე მეგობრებო ატამი ეხა დავიწყე გათლა. მაგრამ პროცესში მივხვდი რომ ისეც ვერ გავაკეთებ როგორცაც ეს გოგო აკეთებს. რა გააკეთა იცით? ატამი გაყინა, დაჭრა და გაყინა და ასევე წყალი გაყინა ჩვეულებრივ რა და მე ეს გაყინული ატამი და ყინულები ჩაყარა ერთად ბლენდერში და დააბლენდერა და მიიღო სლაშის სახე. მაგრამ ჩვენი ბლენდერი ცოტა სუსტი ბლენდერია და ეგ რო გავაკეთო, საერთოდ გაფუჭდება. ამიტომ ჩვენ გავაკეთოთ პირიქით. არ ვიცი ეგ საერთოდ რამდენად გამოვა, მაგრამ დავაბლენდერებ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ატამს, წყალთან ერთად, ჩავასხათ ბოთლში და მე დავამტრიოთ. იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. არ მახსოვს მაქვს თუ არა ნათქვამი, მაგრამ აი სლაშზე გირდები ძალიან მიყვარს რა. აქ რო ჩამოდივართ ხოლმე სოფელში იქ ბირჟაზე არის ერთი ადგილი. მე მგონი წინა ვლოგში კი გაჩვენეთ რო იყიდება სლაში. იქ ვყიდულობ ხოლმე სხვა დღეებში, კვირის გარდა სხვა დღეებში ვცდილობ რომ არ მივიღო, იმიტომ რომ ის არის რა, საღებავია შაქარი და წყალი და ეხა არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი. მაგრამ დღეს კვირა დღეა. ასე რომ წავალ და
იქაც ვიყიდი, მაგრამ სახშიც გავაკეთოთ. სანამ ახლა მე ატამს დავჭრი და დრო გვაქვს, მე მოგიყვებით 75 დღიან ჩელენჯზე. მე კარგი ლამაზი ვიდეოც უნდა ჩავწერო, რომელსაც TikTok-ზე დავდებ და Instagram-ზე, რომ ბევრ ადამიანს მივაწვდინო ხმა, მაგრამ ახლა შინაურულად მოგიყვებით რა ხდება. მოკლედ 75 დღიანი ჩელენჯი გულისხმობს 75 დღის მანძილზე ყოველდღიურად ვარჯიშს. არ უნდა მიიღოთ მთელი ამ დროის მანძილზე, ამ 75 დღის მანძილზე არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი და არ უნდა მიიღოთ ნიკოტინი. არ უნდა მოწიოთ სიგარეტი. ან რა ქვია მეორეს სიგარეტის ჩამონაცვლებელი როა ვეიპი. არც ეგ არ უნდა მოწიოთ 75 დღის მანძილზე. კარგად უნდა გეძინოთ 7-8 საათი. და კარგი რაოდენობით უნდა მიიღოთ წყალი, სადღაც ლიტრა ნახევარი 2 ლიტრამდე. მაქსიმალურად მთელი ამ დროის მანძილზე უნდა მოერიდოთ ასე ვთქვათ, მავნე ჩვევებს რა. ეხლა ეგ ყველა თვითონმა თქვენგანმა უკეთესად იცით რა მავნე ჩვევები გაქვთ. მაგ მავნე ჩვევებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ, იმიტომ რომ ჩელენჯია რა, ცოტა რთული უნდა იყოს და რაღაცეებზე უარის თქმა უნდა მოგიწიოს. ეხლა რაც შეეხება ვარჯიშებს. მოკლედ 75-ვე დღის ჩაწერას ვაპირებ. როგორც გითხარით, 4 დღე უკვე ატვირთული არის ჩემს არხზე, ხო? 4 კი არა, 75-ვე აიტვირთება. და აი ძალიან ადრეულადაც მქონდა მე ეს იდეა სადღაც 1 წელზე მეტი დროის წინ გამიჩნდა ეს იდეა. უბრალოდ იმდენად დიდი დრო უნდა, წარმოიდგინეთ 75 ვიდეო უნდა ჩაწერო. დაამუშაო, ააწყო, ატვირთო თავისი აღწერებით, თავისი მუსიკებით, ყველაფრით, აი ძალიან დიდი დრო უნდა. და მაგიტოს უფეხს ვითრევდი, რომ აუ მოდი ამ ზაფხულს არ გავაკეთებ, შემდეგ ზაფხულს გავაკეთებ. ამ შემოდგომას არა, შემდეგ შემოდგომას მოკლედ მივხვდი, რომ გადავდე და გადავდე. იმიტომ რომ მართლა ძალიან შრომატევადია და სიმართლეს გეტყვით, რომ ნაწილობრივ მეზარებოდა კიდევაც ამხელა რაღაცაში თავის გაყოფა. ხო და ეხლა რაცა არის აგვისტო შედარებით ნაკლები სამუშაო საათები მაქვს სტუდიაშიც და დარბაზშიც და ამაზე იდეალური დრო ფიზიკურად აღარ გაჩნდებოდა იმისთვის რომ აი რაღაცა პროექტი დაიწყო და რაღაცა გააკეთო რა იმიტომ რომ სექტემბერი-ოქტომბრიდან მე ისეთი გრაფიკი დამეწყება რომ კარგად იყავ ვინც ახლა დაიწყებთ ვარჯიშს ჩემთან ერთად ოქტომბრის შუა რიცხვებამდე და გამომყვეთ ვინც ვერ დაიწყებთ, ეხლა მათ საყურადღებოდ არ არის აუცილებელი რომ თავიდანვე ჩემთან ერთად დაგეწყოთ. ეს ვიდეოები დარჩება და არაფერი არ წაიშლება, როცა გაგიხარდებათ და როცა გინდათ, მაშინ შეგიძლიათ ჩართოთ და ჩემთან ერთად ივარჯიშოთ. არანაირი პრობლემა მაგაზე არ არის. ვიდეოები არ წაიშლება. მე როდესაც ამ პროგრამას მოვრჩევი, ჩავატარებ გამოკითხვას ჩემს Instagram-ზე და დაგაწერინებთ ისეთ ვიდეოებს, რომლებიც ყველაზე მეტად გჭირდებათ რა. აი, წონაში კლება გჭირდებათ ყველაზე მეტად, თუ აი მუცლის ცხიმის შემცირება, თუ არ ვიცი, საჯდომის აწევა გინდათ, ან ფეხების გამკვრივება გინდათ და ტონუსი. აი, ამებს გამოკითხვას გავაკეთებ, ვის რა გჭირდებათ ყველაზე მეტად და ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებ უკვე მაგ ვიდეოებზე მუშაობას, რომ ეგეც გქონდეს, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ჩელენჯი არ უნდოდეს და უბრალოდ ცალკე ვიდეო უნდოდეს, რითაც ივარჯიშებს და შესაბამისად ყველა კატეგორიას ექნება თავისი ვიდეო რა, კომფორტულად. ასევე ჩელენჯზე მომდის ხოლმე კითხვები, რომ რა არის ღირებულებაო? ეს ჩელენჯი არის მეგობრებო, რა თქმა უნდა, უფასო. YouTube-ზე ვდებ ვიდეოებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არის უფასო. და იმედი მაქვს, რომ ჩაერთვებით და დიდი გამოხმეურება იქნება. ძალიან მარტივია, რთული ვარჯიშები არ არის. პირველი ვარჯიში 7 წუთიანია, მეორე ვარჯიში 8 წუთიანია. მე ნელ-ნელა შემოგაბარებთ და დროები გაიზრდება, მაგრამ ძალიან მარტივია რა. უნდა ჩაერთვით. ამასობაში მე უკვე დავჭერი ატამი, ხო და ეხლა დავიწყოთ. ჩავასხი წყალი, მაგრამ შეიძლება ეს ბევრი იყოს ამ კაფკირი არ არის აქ ნეტარულ ქვეყანაში. აი, ამდენი იყოს. თუ დამჭირდა დავამატებ. დავამატოთ ატამი. ლიმონი უნდა მოვაწუროთ. და პიტნა. ეხლა კი დავიწყოთ მეგობრებო, არაფრის კეთება. ეგ არის მეგობრებო. აი ესე გამოიყურება ჩვენი სლაშუნა. ეხლა ჩავასხათ ეს ბოთლში.
დონარი ბოთლი მინა აი არ მკითხოთ პროსტა რა გზებით მოვიპოვე ეს ბოთლი ეხა მე ძაბრი არა მაქვს და ამ სახში ძაბრის ძებნას აზრი არა აქვს იმიტომ რომ ეს სახლი არის არეული ამდენი რემონტით და ამდენი იმით ამიტომ მაინც ვერ ვიპოვე შევდოთ ეხა მეგობრებო ეს საყინულეში საყინული აქვთ გადავსებული რა თქმა უნდა აი ესე ჩავდოთ და ეს რო გაიყინება მე არ ვიცი ალბათ ჩაქუჩით უნდა ვამტვრიო იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა რა მაშინ ყინულები უნდა დაგვებლენდერებინა და გაგვეხუჭებინა ბლენდერი და მე ეკა-ექი მიგვცემდა ახლა მეგობრებო მე უმეცადინეობ ესპანურს ხო და ვერ ვნახე სახში რაღაცა კომფორტული ადგილი რომ მეცადინა და აი ბოლოს აქ მოვედი უი ეს გაგვიტყდა ნახეთ და ეხლა უნდა ავაძროთ ეს შუშა არ ვიცით როგორ გატყდა რა რაღაც ძალიან მოულოდნელად გატყდა აქ მოვეწყე მე მეცადინეობ ესპანურს დღეს სწავლობ tu qué opinas tu qué crees tu qué piensas ეს ყველა ნიშნავს რას ფიქრობ ხო და მოკლედ მეცადინეობ როგორ ახარ მოდი ვახტო პაპა მოვიდა დაბს ეხლა მეგობრებო მე უნდა დავლეო ნალექიანი ყავას ალვსვამ ზოგადად ცხოვრებაში მეგონი ერთხელ მაგ დალეული მაგრამ ნათია სვამს ხოლმე თურმე და მე ჭიქას უგდებს ChatGPT-ს და ChatGPT მკითხაობს ხო და ეხლა მეც დამაინტერესა ეგ ნახოთ სად არის ეგ ნალექიანი ყავას ადევს აუ ძალიან მაინტერესებს რა სიტყვის არასდროს არ მიცდია ესეთი რაღაც საერთოდ აბა მზად ხართ მეგობრებო ვაიმე დამექცა მოვთავსდი ახლა მეგობრებო აი ეს გვერდი და ეს გვერდი მაქვს სასწავლი თან ყავას დავლევ მე ესე უნდა მოვავლო ამოატრიალო დადო ცოტა ხანი დაილოდო და მე უნდა გადავიღო ფოტო და ჩატს უნდა გაუგზავნო ხო და თქვენც გეტყვით აბა რას მეტყვის ¿Quieres tomar algo? რამეს ხომ არ მიერთმევდით ¿Te apetece una cerveza? Ay, dut sor მიერთმევდით მაგალითად. ¿Te apetece una cerveza? No pasa nada. არა უშავს. No pasa nada. რა კაბა არის? ვიცოსია. მართლა, მე მეგონა ახალს გვაჩვენებდი. არა, ვიცოსია და მეუნება რომ სვანეთში წაიღებს. აუ, ძალიან გიხდება. კი, ძალიან. No tengo ni idea. Armutgina Armacora. I have no idea. No tengo ni idea. Te presento a mi amiga Antonia. This is my friend Antonia. აბა მეგობრებო მოვიდა ეხლა მკითხაობის დრო. ჩემი ჭიქა გამოიყურება ესე. ეხლა მე გადავიღებ ფოტოს და გაუგზავნი ჩატს და ვეტყვი რომ აბა რას ხედავ და როგორ იქნება ამბავი. გავუგზავნე ჩატს ფოტო. ეხლა გამომიგზავნა პასუხი და თქვენთან ერთად წავიდეთ. კარგი, მოდი გავყოთ ფინჯანი სამ ნაწილად, მარცხენა მხარე, მარჯვენა მხარე და შუა მხარე, ბილიკი. როგორც ყავის მკითხეობაში აკეთებენ. ანუ მე ეს არ ვიცოდი, თუმე სამ ნაწილად ყოფენ ყავას, მარცხენა მხარე, მარჯვენა და შუა. ჯერ გამიშალა მარცხენა მხარე. მარცხენა მხარე გადატანილია წარსულზე და მიმდინარე მოვლენებზე. აქ ჩანს ტოტის ან ფოთლის მსგავსი ხაზები, ხშირად ნიშნავს ოჯახურ ან ახლო მეგობრულ კავშირს, რომელიც ბოლო პერიოდში გაგახსენდა ან კვლავ აქტიურიაო. პატარა ხვეული ხაზები შეიძლება მიუთითებდეს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ბევრი აწონ-დაწონის შემდეგ მიიღე, სანამ გადადგამდი ნაბიჯსო. ეს დაახლოებით ვიცი რა გადაწყვეტილებაზეც არის საუბარი და თქვენც მალე გაიგებთ. შუა ნაწილი ბილიკი მომავლის გზა. ეს გრძელი მუქი ბილიკი ძალიან მკაფიოა. ყავის მკითხაობაში ნიშნავს პირდაპირ გზას, გეგმას ან მოგზაურობას. გზის სისუფთავე მიანიშნებს, რომ დაბრკოლებები იქნება მინიმალური, მაგრამ მაინც იქნება ერთი ძლიერი გარდამტეხი მომენტი, ჩანაწერი, სადაც ბილიკი ოდნავ ფართოვდება. ასეთი გზა შეიძლება იყოს რეალური ფიზიკური მოგზაურობა ან ცხოვრების მიმართულების ცვლილება, მაგალითად, ახალი ქვეყანა, ახალი სამსახური ან გარემოს შეცვლაო. ანუ ეს ბილიკი იყო გამოხატული, რომელიც ძალიან ვიწროთ მიდიოდა და მე რაღაც მომენტში გაფართოვდა რა. ხო და ეგ ვიწროთ რომ მიდიოდა ნიშნავს რომ თავიდან დაბრკოლებები არ ჩანსო და მე რო გაფართოვდა მანდ იქნება რაღაცა დიდი დაბრკოლება, ახალი შესაძლებლობები. აქ რამდენიმე კუნძულის მსგავსი ფორმაა. მკითხაობაში ეს შეიძლება ნიშნავდეს რამდენიმე ახალ ადამიანს, რომლებიც ერთდროულად შემოვლენ შენ ცხოვრებაში, მაგრამ ყველა მათგანი არ დარჩება დიდხანსო. ზედა მხარეს თითქოს პატარა გულის ფორმა ჩანს. ეს ხშირად უკავშირდება ემოციურ სიახლეს,
რომანტიულ ან გულით სასიამოვნო ამბავსო. საერთო ჯამში წინ გელოდება გზა, რომელსაც თან ახლავს ახალი ნაცნობები და ერთი მნიშვნელოვანი ემოციური სიახლე. გზის დასაწყისი მშვიდია, მაგრამ შუაში იქნება მომენტი, რომელიც შეცვლის შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ. მე მინდოდა რომ რამდენიმე ფოტო გამეგზავნა რა, იმიტომ რომ ყველა მხრიდან დაენახა, მაგრამ ისა რა ქვია, ერთ ფოტოზე მეტის გაგზავნის შესაძლებლობა არ გაქვს, როდესაც უფასო ვერსია გაქვს ChatGPT-ის და თქვენც თუ გააკეთებთ, აუცილებლად კარგად გადაიღეთ ფოტო, იმიტომ რომ რამდენიმეს გაგზავნის უფლებას არ მოგცემთ, აი კარგად გადაუღეთ მთლიანად რომ გამოჩნდეს ეს ნალექი და ისე გააკეთებინეთ. აუცილებლად გააკეთეთ და გამიზერეთ თქვენზე რა იქნება და რამდენად დაემთხვა. მაინტერესებს ესეთი რაღაცეები. ეხლა მე ძალიან მშია. ხო და ეხლა მე უნდა ვჭამო აუცილებლად რაღაცა გემრიელი გუფთა აქ დონარის გაკეთებული და მაგას შევჭამ. ეხლა მეგობრებო მივდივარ პაატასთან. ჭიამაიაში ვარ, როგორც ხედავთ. ჩემი მანქანა დატოვებული მყავს სოფელში, დედაჩემი დადის სამსახურში ამ მანქანით. ვინაიდან მისი მანქანა არ არის ჯერ წყობაში და ეხლა მივდივარ პაატასთან, რომ შეამოწმოს რამე პრობლემა ხო არ გაუჩნდა ამ დროის მანძილზე და ჭიამაიას მოვიყვანეთ ჭიამა. ჰაერის ფილტრი უნდა შევუცვალოთ თუ სწორად მახსოვს. ძალიან ცხელი დღე არის დღეს, ეხლა უნდა წავიდეთ იქით, უნდა ვიყიდოთ ხორცი და უნდა შევწვათ მწვადები. ნათიას მოინატრა ძალიან მწვადები და უნდა ვიმწვადაოთ. ვიღაცის ქორწილი აღიბეჭდა ჩემს ვლოგში, მეგობრებო. ოღონდ არ ვიცით ვისი. ყველა მანქანა როგორი მორთული აქვს. მესმის ეფორტი. მეგობრებო, გაიყინა ჩვენი სლაშუნა. პატამ არ იცის რა მოვიგონე და ძალიან დიდი ინტერესით გვაკვირდება. ეს არის ჩემებური სლაში. კარგად ჩავზილოთ, მეგობრებო. და გავსინჯოთ. კარგია, მაგრამ ტკბილი არ არის. იმ გოგომ ვიდეოში დაუმატა თაფლიც რა, ხო და მე არ მქონდა თაფლი და დამეზარა მოძებნა თორე სადღაც კი იყო. უბრალოდ დამეზარა და თქვენ თუ გააკეთებთ თაფლიც უქენით, იმიტომ რომ ტკბილი არ გამოვიდა. ძალიან კაი გამოვიდა. ეტნა მოხდება. ძალიან მომეწონა მეგობრებო, ძალიან კარგი გამოვიდა სხვათა შორის. უბრალოდ მიუხედავად იმისა, რომ ატამი იყო ძალიან ტკბილი, სლაში გამოვიდა საერთოდ არა ტკბილი და აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ რაღაცა დამატკბობელი მაინც დაუმატოთ. ან თაფლი, ან შაქარი, ან რაღაცა, იმიტომ რომ ეხლა დავამატე მე შაქარი. იმდენად მინდოდა, რომ ცოტა ტკბილი ყოფილიყო და დანარჩენი მშვენიერი მეთოდი იყო. მეგობრებო, მე სკლეროზიანმა პიროვნებამ დავკარგე მოკლედ ველოსიპედების გასაღები ამ ველოსიპედების სახსნელის სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ სად არის და ეხლა პატამ უნდა გაჭრას ეს დასაბმელი რაც არის რა. შევინა. წავალ კიდე მოვძებნი რა. ესე იგი მეგობრებო, თან აქ იმას ვეძებთ, რა ქვია, გასაღებს და თან ვტვირთავ მეხუთე დღეს ჩელენჯისას და აი ეს რო არ გააკეთოთ და რო არ ივარჯიშოთ, ხმა არ გამცეთ. ისეთი საწვალებელი რამე თეთრი ამაზე ვარ დაკიდებული. ვერ შევირგე სოფელი რა. წამოდი მოვძებნოთ. რა ხარ შევდებდი შანსი. ამ ხელაზე არ ვიწვალებდი. ჩემი თავი შემეწოდებოდა მე ყოველჯერ ზემისაწევა. აი იმას ვფიქრობ რა. ჩემო თავს ვფიქრობ? არა, შენ თავს არ ვფიქრობ. ეს გადმოვანგრიე გუში და შენი ჩემიო ეს ამბობ. მიდი თავიდან გადმოვანგრიე. პატამ გადაჭრა უკვე და აზრი აღარ აქვს გასაღების ძებნას რა. ტემუდან გამოვიწერ ახალს, რომელიც საჭერიც იქნება და თავისი გასაღებიც ექნება, თორე გადაუჭრია ამას უკვე. აურიცი წვალო. სუმე როგორ უნდა გავხვიო ეს ბავშვი შარში რა. დიდი ბოდიში. აღარაფერს დავუმალავ ხოლმე. ეხლა მეგობრებო, ჩვენ ამ ახალ სივრცეში უნდა შევწვათ მწვადი აი იქ. ხო და მე და პატა გამოვედით ეხლა ეზოში, უკანა ეზოში, რომ ტოტები დავამტრიოთ და დავანთოთ ცეცხლი. პატა წავს ძალიან მაგარ მწვადებს, რო იცოდეთ, ამიტომ ყოველთვის პატასკენ არის ხოლმე ეს საქმე მიმართული.
პეწენიკა სიტყვა გაგებული გაქვს? არა, ეგ ვიცოდი. აი შენ ხარ პეწენიკა კაცი, ნახე როგორ დააწყო ლამაზად. ის მსხვილები ცალკე, ესენი ცალკე. აი ერთი მსხვილი გაგეპარა. არა, უშოშოს იყოს, ისეთნა დაწყო ორივე. ხოდა ერთად რომ უნდა დაწოდო, მაინც რომ დააწყე მაგაზე გეღატავდი. წინაზე ხო ჩამოვიტანეთ no parking და მე რო ვაკეთებდი მაგ საინს შევამჩნიე რომ სიგარეტის ნამწოვები ეყარა აქ პირდაპირ კლინიკის წინ და ძალიან არ მესიაუნა რომ კარდიოლოგი მუშაობს აქ და რატომ უნდა მოციო აქ სიგარეტი. ახლა მოვიტანი ამიტომ ეს სადმე გავუკრათ ქალბატონ ეკა ექიმს. მე და შუგერი მაინც არაფერში ვიყავით საჭირო პატას ნათია ეხმარება და წამოვედით დონარის მარაგი უნდა შევავსოთ. რა თქმა უნდა ერთი შეფუთვა ნაბეღლავი და ერთი შეფუთვა ზედაზენას უშაქრო ლიმონადი. გვასაც უნდა უშაქრო კოლა. ქილებში უნდა, მაგრამ არ არის. თუ გინდა იქით შევიდეთ მაღაზიაში, მაინც იქითაც მივდივართ. აფენში კიდევ ერთი მაღაზია გახსნილა მეგობრებო, საყოფაცხოვრებო ნივთები, საცალო საბითუმლო აფენი. ახლა ვნახოთ მურსნები თუ აქვთ. გვანჭი ამაიას დადებითი მხარე რა არის? იცი, პარკინგზე ყოველთვის ძალიან მარტივად იპოვე, იმიტომ რომ აი ესეთი ფერია. აბა ეხლა დაგათვალიერებინოთ ჩვენი შენაძენი. ეს ვიყიდეთ გაზის ასანთებად. ესენი ისე უბრალოდ ვიყიდეთ, იმიტომ რომ სახლში ეხლა არეულობა რო არის და რემონტები და მთელი ამბები როა, ყველაფერი მიიკარგა და წერბურად აგვჭირდეს, აი ფიზიკურად ვერ ვიპოვით. ეს მეგობრებო, აი მე ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ბებია ჩემი მაბარებს, მე მგონი ერთ თვეზე მეტია. მე ეკასაც დაავალა, მე ნათიასაც დაავალა. არ ვიცი ასე ყველას როგორ დაგვავიწყდა და ეხლა მაგის გამო მეთქი უეჭველი დაიმახსოვრე რომ ეგ უნდა ვიყიდოთ. თქვა არის ჩვეულებრივი მაზი რა, ტყავის ფეხსაცმელი აქვს რაღაცა და ეს უნდა და ძალიან. დონარი, შენ უნდა თქვა შვილები მყავსო რა. შენ უნდა თქვა რა. მოიცადე მთავარი. ეს რა აგიხტინე ხოცნა. არავინ არ მომაქცია ყველდება ბაბარემ ხანიმა შეცეტა არავინ მამიტა. აჰა. გენაცვალე ბაბა. აბა. გავგადე ნახე და მიმარაგა თუ არა გოგო. ეს ქალბატონ ეკა ექიმს გამოუგზავნეს საჩუქრად და აბა დაუბრუნდით ეხა სახში შეუწყვიათ მწვადი და გვაქვს უშაქრო კოკა-კოლა. აი მეტი რა გინდა სულო და კულო. გამოგივიდა შენ? ზუსტად იგივე მოვიდა. არა და ამჯერ ეგეთ რაღაცეების რა და просто დამხვევი მე გონა რომ ჩემ ფაქტორი პატასით გამოვიდა. ესე იგი მეგობრებო 9:15 წუთია და მოვიდა დრო რომ ჩავწერო ვარჯიში 75 დღიანი ჩელენჯისთვის. ძალიან მეზარებოდა დღისით ჩაწერა, იმიტომ რომ ძალიან ცხელოდა. ხო და აი ახლა ზუსტად შესაბამისად უბრალოდ განათება მთლად საოცარი არ არის. მოდი აქეთაც ამანთებ შუქს და აქეთა შუქიც აი ესე უკეთესად იქნება. აქ ჩემი შტატივი, ფისუნაკატა მყავს დღეს მაყურებელი და დავწყოთ. ესე იგი მეგობრებო, პირველი ნაწილი ჩავწერე ქვემოთ და მეორე ნაწილი იყო გაწევლები რა, მაგრამ ქვემოთ არ იყო ისეთი სუფთა იატაკი, რომ ეს დამეფინა. ამიტომ ამოვედი ზემოთ და მეორე ნაწილი ჩავწერე აივანზე. ეს ნახეთ რა მდგომარეობაშია. ჩემი ძველი გასაფენი მატი არის ეს რა, მაგრამ არ გადავაგდე და როგორც ხედავთ ძალიან გამომადგა. დავასრულე ახლა ვიდეო, ნათია მეულდებოდა, ახლა ჩავიცვამ უცებ და უნდა გავიდეთ ველოსიპედებით საკატავთ. გავდივართ მეგობრებო, მე და ნათია და მე და ნათიას გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ისტორია. რამდენი წლის წინ მოხდა? არც მე არ მახსოვს. შეიძლება 10 წლის წინ ყოფილიყო, ზუსტად არ გვახსოვს. ჭიაური რო არის ბეშკენი, აი დედა ჩემის დედა და მამა რო ცხოვრობენ, იცით თქვენ ბლოგებიდან ეგ სოფელი, მან ვკატაობდით, ესე წრეს ვურტყავდით სოფლებს და ერთ-ერთ არხში გადავართ
და სასწაულებრივად გადარჩა, იმიტომ რომ მაშინ ატარებდა სათვალეს და სათვალით გადავარდა. ესე გაშლილი ხელებით მოვადი და ზღარით ესე პირდაპირ. თან მე ბავშვი ვიყავი, ისე შემეშინდა გაოგნებული ვუყურებდი მე და ის ქონდათ გაშლილი, ხო იცით, აი ესე შუაში, შუა გზაზე რას ეძახიან, არ ვიცი, სეფას ეძახიან თუ სეფა ქორწილის არის. ხო რაც არის. ეგ იყო გაშლილი რა, მაშინ გარეთ ესე ქუჩაში იხდიდნენ ხოლმე და ვიწრო გასასვლელი იყო, ანუ აქაც მაგი და იდგა, აქაც მაგი და ეს გადახურული და ვიწრო გასასვლელი იყო და პირდაპირ არხში მოადინა ზღართანი. მერე გამოვიდა ერთი ქალი და კერხერით გარეცხა. სახში შეიყვანა და კერხერით გარეცხა იმ ქალმა, ძალიან საყვარელი იყო. თან ეცნებოდა, თან რეცხავდა. რაღაც შვები. ზაღლითი გამომეკი და მე ვილახე შე. დამახსოვრებული მაქვს, რომ სახლებში არიან ძაღლები და თლად იქით არ გავიაროთ. ჩაურთოთ ნათიასაც ლაზერი. აჰა. ესეთა. აჰა. მანათობელი. ტრიპაჩები. წავედით, ახლა წავიდეთ ვერხვი მინდორში. შორს არის რა, აბა პატარა მანძილებზე ხო არ ვიკატავთ, წავ. ნაუნები დავიდრო თაფი. არაფერს არ დაიმპრევ. პირველი არ იქნება. გადავცვალეთ მეგობრებო, ველოსიპედები ის ხო ცოტა უფრო რბილი არის და მოკლედ მეგობრებო, ქალბატონი ნათია შეუძლოდ შეიქმნა. არ ვიცი რა მაწყინა, მე მგონი ცივი ყავა რო დავლიეთ ნაყინით მაგან და შევიდა შიგნით და მე არ მიყვარს ველოსიპედით მარტო კატაობა, ძალიან ვიწყენ ხოლმე. მაგას მირჩენია როლიკებით ვიკატავ, ამიტომ გამოვიყვანეთ ჩემი იასამნისფერი როლიკები. აი ხანია არ ვდგავარ სხვადასხვა. წინა ვლოგში ხო არ ვიდექი. კი არ მახსოვს, თქვენ უკეთესად გახსოვთ ხოლმე ჩემი ვლოგები. როგორც მახსოვს არ ვიდექი. ხო და არ მინდა რომ დამოვიწყდეს რა. ეხლა რომ ვდგებოდი, ფიქრობდი რომ მეთქი უეჭველი დავიწყებული მექნება თქო რა. მაგრამ აი სკილი რაღაცნაირად გამომუშავებული რო გაქვს, ძალიან რთულად გავიწყდება როგორც ჩანს, იმიტომ რომ შვენივრად ვდგავარ. არ დაგეჯახოთ ბალღებო, არ ვიცი გაჩერება, როგორ ხართ? კარგად. დავიღალე მეგობრებო და მინდა წყლის დალევა. იქ ვიღაცა საზამთროს აციებს. მაგრამ ვერ გადავდივარ ამაზე, აი ამეებზე ვერ გადავდივარ. ჯერ არ ვარ ეგეთი advanced. ვინ გააკეთა ეს ახლა მე მაინტერესებს. ვინ არის ჩემი ჰეითერი ეს რო გააკეთა? შენ გიტირებ ყოფას. რას ქვია? ჩემი ილეთი. ოპ. კაია. უფსი. აგე, ჰეითერო, მაისავლიე წყალი. მთელი ეს დრო მეგობრებო, რაც კატაობ, პატა იყო ფეხბურთის სათამაშოდ სტადიონზე. როგორც იცით, მისი ფავორიტი აქტივობა რო ჩამოვდივართ ხოლმე არის ფეხბურთის თამაში და ეხლა დამირეკა რომ მოვჩიქო. და საითხარო რომ გამოგივლიო და მეთქი წყაროსთან ვარ თქო, ასე რომ აქ ვარ ეხლა და ველოდები. როგორ ხარ შარვი? შეიძლება შემოგვამოწონ. გავჩი, ვიგადავე. ბუბი ამაზე უნდა გადამიყვანო, მე ვერ გადავდივარ. კაკიო. ზაში ვიყო. კანეიდა. გმადლობთ. მადლობთ. ისეთი გემრიელი იყო. გავგიშდი. ხახში ჩაულებად მოდაღული რაღაც. ნინი რო გავიცანით გერმანიაში იმ გოგო. მეც გამიკეთებია. აუ თან რაღაცა ის მოაყარა, ცოტა სიცხარე მისცა და რაღაცნაირად კარგად. ხახშიდან მე პატარა რო იყო ორჯერ გაუკეთე. ეკა საინტერესებს ამ მანქანაში ამდენად კომფორტულად იქნება. ვინდელ. აუ რას მოგიხდა გვან? ხო მაგარია. ჩამოსვლა არის ხოლმე. მეც ეგრე ვწალობ, მაგმანქანი და ვარდები. წამოვედით მეგობრებო მანქანის გასარეცხად. პატამ გარეცხა უკვე. შიგნიდან არ იყო გასაწმენდი, ამ დღეებში გაწმინდა და ასე რომ ჩემი საქმე არ იყო, ესე ბედნიერად ვზივარ და ველოდები და
ხო, ნუ ამით დასრულდა ჩვენი კახეთის ვლოგი, ბარე მაგ დავამთავრებ ვიდეოს, იმიტომ რომ ხვალ რო გათენდება დილით უკვე ბრუნდებით თბილისში. იმისთვის რომ მივხვდე რომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე და მიკომენტარეთ მანქანის ემოჯები, ნებისმიერი მანქანის ემოჯები და ხო, მომავალ შეხვედრამდე. რასაც ვაკვირდები ახლა ნახვებს, ვლოგებს უფრო მეტი ადამიანი ნახულობთ, ვიდრე იმ ჩელენჯის ვიდეოებს, რასაც ვიღებ და ძალიან გამიხარდება თუ შემოხვალთ ჩემს page-ზე და ამ ჩელენჯში ჩაერთვებით. უმარტივესია, არ გაგიჭირდებათ, გარანტიას გაძლევთ. პირველი ერთი კვირა არის უბრალოდ რთული, იმიტომ რომ კუნთები გეტკინებათ, სანამ შეეჩვევა ორგანიზმი და თქვენი სხეული დატვირთვას და მერე ნელ-ნელა რომ ადაპტირდება, არაფერი აღარ არის რთული. ამიტომ პირველი კვირა როგორმე მომყევით და მეორე კვირიდან უკვე ყველაფერი ძალიან გამარტივდება. პირიქით იმას დამეწერთ ხოლმე, რომ რატო აღარ მტკივა, მინდა რომ მტკიოდეს, რამე არასწორად ხო ვქენი, რაღაცა და ასე შემდეგ. ვიდეოები, როგორც გითხარით, არის საკმაოდ მოკლე. პირველი ვარჯიში არის 7 წუთიანი. გამორიცხულია რომ მთელი დღის მანძილზე 7 წუთი ვერ ნახოთ სავარჯიშოდ. ამიტომ ამ ვიდეოს რო დაასრულებთ და რო დამიკომენტარებთ მანქანის ემოჯებს, გელოდებით ჩელენჯის ვიდეოებში აუცილებლად ჩაერთეთ. ოკეი? შევთანხმდით? შევთანხმდით? ოკეი, დროებით.